7 თებერვალს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი წმინდანის გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. გაბრიელ ქიქოძე ცნობილია როგორც ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე დამცველი მე-19 საუკუნეში, როდესაც ქართული ენა გადაგვარების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. წმინდანი ღიად დაუპირისპირდა ყველას, ვინც ეჭქვეშ აყენებდა მშობლიური ენის აუცილებლობის საკითხს. გილოცავთ დღევანდელ დღეს არის უდიდესი წმინდანის ხსენების დღე, გაბრიელ ეპისკოპოსი ქიქოძე, ეს დიდი წმინდანი მასზე ილია ჭავჭავაძემ ესეთი სიტყვები თქვა მის დაკრძალვაზე, რომ კაციო, რომელმაცო მეცნიერებაო გააქრისტიანაო და ქრისტიანობა გაამეცნიერა. და უდიდესი წმინდანია, მისი ცნობილი ნამუშევრები ჩვენთვის მიუწვდომელი იყო გარკვეულ პერიოდამდე და მერე უკვე 90-იანი წლების მერე გამოქვეყნდა მისი ნაშრომები და ამოღვაწარი და ძალიან ისეთი ღრმა ნამუშევრები აქვს ამ ადამიანს და რა ვიცი, სად იყო მისი გონება, თან იყო უბრალო ადამიანი, არაფერი რომ მას არ გააჩნდა და რაც გააჩნდა, ისიც კი ხალხს დაურიგდა.